ვიცის მერობის კანდიდატისგან, როგორც ნახეთ, განსაკუთრებული მისამება მიიღეს დღეს პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, ელჩებმა და ბატონმა ბიძინამ, რომელიც დღეს აგრეთვე ესწრებოდა სპორტის სასახლეში გამართულ შეკრებას. ბიძინა ივანიშვილი საქართველოშია და ის არსად წასვლას არ აპირებს. ასე უპასუხა რამდენიმე დღის წინ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს, რომლებიც მისი წინამორბედის სამომავლო გეგმებით დაინტერესდნენ. ნაციონალურ მოძრაობაში კი კვლავაც დარწმუნებულები არიან, რომ ყოფილი პრემიერი ქვეყნის დასატოვებლად ემზადება და ამის ბევრ ნიშანს ხედავენ. რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებთან პირველად გამოჩნდა, თუმცა ბოლო პერიოდის ერთ-ერთ მთავარ შეკითხვაზე პასუხი დღეს არ გაუცია. ბიძინა ივანიშვილი საქართველოდან შესაძლო წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა. ბატონი ბიძინა ივანიშვილი არათუ მიდის, არამედ ის საქართველოში დარჩა, მაშინ როცა ყველაზე რთული იყო და ყველაზე სახიფათო იყო, სარისკო იყო მისთვის დარჩენა ქვეყანაში. ბიძინა ივანიშვილი საქართველოდან წასვლის შესაძლებლობაზე საუბარი ოპოზიციაში მას შემდეგ დაიწყეს, რაც ცნობილი გახდა, რომ იმ პროექტების დიდი ნაწილი, რომელსაც ივანიშვილი და ქართულ ჯგუფი აფინანსებდა, სახელმწიფოს დაქვემდებარებაში გადავიდა და ყოფილი პრემიერის ნაცვლად ბიუჯეტიდან ფინანსდება. მათ შორის არის სოფლის მეურნეობის პროექტები, ჯიღაურას სანერგე მეურნეობა, რომელსაც ივანიშვილი 2007 წლიდან აფინანსებდა. ეს არის მისი კუთვნილი სოფლის მეურნეობის პროექტები, რომლებსაც ყურირებდა მისი საყვარელი დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი. ის ყურირებდა სხვათა შორის ეს ტიპის პროექტებს მოსკოვშიც ბიძინა ივანიშვილისთვის, შემდეგ უკვე საქართველოში. საქმე იქამდე მივიდა, რომ ამდენად იქიდან დირექტორი ამ პროექტების იყო უჩა მამაცაშვილის დისკმარი, ნოზაძე თორცევი, ადამიანი, რომელმაც თავის დროზე დაამთავრა ფიზკულტურული პროფტექნიკუმი, ხოლო შემდეგ სააზღვრმა რუსეთში ინჟინერული რაღაც სასწავლებელი და ის იქნა დანიშნული სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ. ბატონ უჩას ერთ-ორჯერ თუ ვარ შეხვედრილი სხვა სიტუაციაში, რამდენადაც ის აქ არ იყო ჩართული ამ პროექტში. ბატონი ნოზაძე გახლავთ, გახლდათ არასამეწარმეო იურიდიული პირი აგროს გამგეობის თავმჯდომარე, კიდევ ერთხელ უჩა მამაცაშვილის დისკმარი. უჩა მამაცაშვილის დისკმარი თუ თქვენ იცით არის, ალბათ არის, არ ვიცი, მე ბატონ უჩას შევხვდი სულ ორჯერ. ბატონ იურისთან მაქვს ურთიერთობა დაწყების დღიდან დღემდე. კიდევ ერთი პროექტი, რომელიც ასევე ბიძინა ივანიშვილის ფონდის სახსრებით უნდა აშენებულიყო, ბათუმის რაგბის მოედანია. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ბათუმის თვითმმართველობამ მოედნის მშენებლობის უფლება ყოფილი პრემიერის ძმის ადიკო ივანიშვილის ფირმას ტენდერის გარეშე გადასცა. თუმცა ფონდი 7 მილიონიანი პროექტის მხოლოდ ნახევარს დააფინანსებს. მეორე ნახევარი კი ატუს ანგარიშზე ბათუმის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადაირიცხება. ბიძინა ივანიშვილმა გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში და გადაწყვიტა, რომ საკუთარი ფინანსები აღარ გამოიყო ქველმოქმედებისათვის. მან გადაწყვიტა, რომ ამ საქმეებისთვის, რომელთაც ის იყო დაკავებული და შეპირება ჰქონდა გაცემული ამ შემთხვევაში ბათუმელების წინაშე, გამოიყენებინა სახელმწიფო ბიუჯეტი. 7 მილიონ 130.000-ია ღირებულება პროექტის. 3 მილიონ ნახევარს ხარჯავს სახელმწიფო ამისათვის, რომელიც ცენტრალური ბიუჯეტიდან იქნა გამოყოფილი. თბილისი პანორამას პროექტი განხილვის თემა ბოლო პერიოდში არა მხოლოდ ძველ უბანში მისი მშენებლობის მოწინააღმდეგეების პროტესტის გამო გახდა, არამედ იმ მიზეზითაც, რომ პროექტის დაფინანსებას თანაინვესტირების ფონდი გეგმავს. 600 მილიონიანი პროექტის ფარგლებში იგეგმება იმ მიწის ფართობების შესყიდვაც, რომელიც ახლა ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაა. ამ პროექტის დაფინანსებას ახორციელებს სრულად საქართველოს თანაინვესტირების ფონდი, რაც შეეხება გარკვეულ მიწებს, რაღაც გარკვეული მიწების რაოდენობა ბატონი ბიძინა ივანიშვილის ფონდობაშია და მოხდება მათი გადმოცემა ფონდზე, რა სასყიდლით და როგორ მოხდება ეს უკვე დეტალებია და მომავალში შეიძლება ინტერესის შემთხვევაში დავაზუსტოთ ეს. კონკრეტულად ამ პროექტების გადატანა თანაინვესტირების ფონდში, იმ ფონდში, რომლის შესახებაც არანაირი ინფორმაცია არ არსებობს, თუ ვინ არიან დამფუძნებლები, თუ ვის რამდენი წილი აქვს. საერთოდ ანგარიშზე ამ ფონდს აქვს თუ არა აქვს თანხამის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. დარეგისტრირებულია და რაც ვიცით, დარეგისტრირებული არის კაიმანის კუნძულებზე, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მსგავსი სახის ფონდი დაარეგისტრიროს. თანაინვესტირების ფონდის კაპიტალის, მასში შემავალი კომპანიების და განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ ეკონომიკური სფეროს ექსპერტები. ფონდს, რომელსაც ქართულ ეკონომიკაში 6 მილიარდი დოლარის ინვესტიცია უნდა ჩაედო, ჯერ არც ერთი პროექტი არ დაუფინანსებია. თავი დროზე ეს ფონდი იყო ანონსირებული როგორც პანაცეა და ქვეყნის ეკონომიკური სიტუაციის გადარჩენის ერთ-ერთი საშუალება.
მისი ანონსირება მოხდა ბიძინა ივანიშვილის მიერ, როცა ის ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრი იყო. ფონდი შეიქმნა, მაგრამ შეიქმნა კაიმანის კონსულებზე და არა საქართველოს კანონმდებლობით. უცნობია რეალურად ვინ არის დამფუძნებლები და როგორია სადამფუძნებლო კაპიტალი. იყო თუ არა ის 6 მილიარდი შეტანილი საცეცხლო ფონდში, ჩემთვის მაგალითად უცნობია. ამიტომ გაცხადებულსა და რეალობას შორის არის დიდი განსხვავება. საუბარი გააქტიურდა ასევე ბიძინა ივანიშვილისთვის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პროექტის ქართულ ბანკის გაყიდვის შესახებ. ეს ინფორმაცია ნოდარ ჯავახიშვილმა ბიზნეს კურიერის პირდაპირ ეთერში დაადასტურა. მე მქონდა საუბარი დამფუძნებელთან და მივედით ერთობლივ დასკვნამდე, რომ იქით ზუსტად აი ამ პოსტულატიდან გამომდინარე, რომ თუ კი იქნება ესეთი სერიოზული საინვესტიციო ფონდები და საინვესტიციო ცენტრი, ამ თვალსაზრისით ბანკი ქართულს აქტუალობა თვითონ დამფუძნებლისთვის მეორე პლანზე გადადის. ანუ შევთანხმდით, რომ შესაძლებელია ეს ბანკი გაიყიდოს. ეკონომიკური სფეროს ექსპერტების შეფასებით ბიძინა ივანიშვილის მიერ საქველმოქმედო პროექტების დაფინანსების შეწყვეტა მისი პირადი საქმეა და გადაწყვეტილებაც რა თანხას დახარჯავს პირადი ბიუჯეტიდან თავად უნდა მიიღოს. თუმცა ექსპერტების შეკითხვა ბიძინა ივანიშვილის ვალდებულებების ბიუჯეტისთვის გადაბარებას ეხება. ალბათ ბიძინა ივანიშვილი როგორც კერძო პირი არ არის ვალდებული რამე ქველმოქმედობა გასწიოს, მისი პირადი არჩევანია გააკეთოს თუ არ გააკეთოს რამ. თუ ის წყვეტს ასეთ საქმიანობას, ეს მის საქმეა, იმიტომ რომ ჩვენ მის ჯიბეში ვერ ჩავიხედავთ. რაც შეეხება მეორე საკითხს, რომ ბიუჯეტმა უნდა დააფინანსოს თუ არა რომელიმე წამოწყება, რომელიც მანამდე მუშაობდა. მე ვფიქრობ, რომ ბიუჯეტი საკმაოდ მწირია და მას ბუფუნება არ აქვს, რომ ყველაფერი დააფინანსოს, რაც თავში ადამიანს მოუვა. ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ ვალდებულებების ბიუჯეტისთვის გადაბარების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა შიდა ან საგარეო საფრთხეების გათვალისწინებით შესაძლოა საქართველოდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღოს. ოპოზიცია ერთ-ერთ არგუმენტად იმასაც ასახელებს, რომ ყოფილ პრემიერს საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარი ისევ არ უთქვამს. ის არ გეგმავს რაღაც კონკრეტულ თარიღს საქართველოს დასატოვებლად. მაგრამ მეორე ფაქტია, რომ ის იმზადებს სიტუაციას ისეც, რომ საქართველოში პირობითად რა თქვა, არაფერი არ აკავებდეს. დაფინანსება შეუჩერდა საჩხერის საავადმყოფოს. ბოლო ინფორმაცია კი საჩხერის საფეხბურთო კლუბ ჩიხურას შესახებაც გავრცელდა, რომელსაც ასევე ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა. იმ ფონზე, როცა უცნობია როგორ მოიზიდავს არსებობისთვის საჭირო თანხებს ქუთაისის ტორპედო და ბათუმის დინამო, საჩხერის ჩიხურას სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო დააფინანსებს. გრანტის ბენეფიციარები არიან როგორც ფედერაციები, ასევე დამსახურებული სპორტსმენები, ერთ-ერთი არის საჩხერის ჩიხურა. ბიძინა ივანიშვილის საქართველოდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ჯერჯერობით სახელისუფლებო გუნდის არც ერთი წევრი არ ადასტურებს.